ერთი რაღაცა მინდა გითხრათ და გავიხსენო რა იმ დღეს სახში ვიპოვე ეს ეს არის რა ქვია ჯუპონის პასტა არის რა ეს არის 1997 წელს აი როდესაც წაგიკითხეთ მე თქვენ რომ ეს პირველი ლექსი დავწერეთ ხო და რაღაცა მოხდა თქო ჩემ ცხოვრებაში და ეს ლექსი დავწერეთ ხო და მე თავი და წამოვიდა წვიმასავით ეს ლექსები და რაღაც აი მაშინ დასასვენებლად ვიყავით რა ერთად და ну მოკლედ ეს ეკა იყო რა ეს ეკა მაჩუკა ეს პასტა ხვედელიძემ რა ხო და რო უთხრეს რომ აი ჩაკეტილია ოთახში არ გამოდის რაღაცეებს წერს რაღაცა და თან ჩემი დაბადების დღე მოდიოდა და ну ეხა ვერავინ ვერ წარმოიდგინდა რომ რაღაცეებს წერდი იქ და ყველა გიჟღავდა რომ რას წერს ოთახში და რაღაცა და ეკა მომიტანე ეს პასტა რა ეს ჯუპონის პასტა და იმის მერე ეხა გუში წაკ გადავაწყდი ესაბავი და ისე გამიხარდა რომ არ ვიცი რა და ესე მითხრა რომ წერე ჩემო ვარდენ მტერს დაასვი ის არისო ესა თუ მწერალი არ გამოხვალ წერას მაინც ისწავლიო რა ეგეთი რამე მითხრა და მაჩუკა ეს პასტა და ну ეს თქვენ იცით რა ეს აკაკის ისეთ პატარა ლექსია რა და მაინტერესებდა საიდან წამოვიდა საერთოდ ეს ისტორია რა ამ ლექსის ისტორია და შევედი რა და მაშინ ნახე რომ ვარდენ ღვანკითელი იყო ესეთი ქართველი პოეტი ესე ვთქვათ პოეტობდა უпростоრეთ იმე და მინდა განახოთ ეხა აი რა ვინ იყო ეს ღვანკითელი და საერთოდ რა კავშირში იყო ამ აკაკის ლექსთან და ასე შემდეგ რა ესე იგი მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველ ლიტერატურულ და თეატრალურ წრეებში კარგად იყო ცნობილი ვარდენ ღვანკითელის სახელი პროფესიით რკინიგზელი იყო ამიერკავკასიის რკინიგზაზე გამყოლად მუშაობდა თუმცა მისი მოწოდება პოეზია და თეატრი იყო წერდა ლექსებს ღვანკითელის ფსევდონიმით მან განსაკუთრებული პოპულარობა აკაკისგან გაპაექრებით მოიპოვა და ეს დაწერა რა საჩხერეს არწივი ხარ მე ღვანკითის შევარდენი მეც პოეტი შენც პოეტი შენ აკაკი მე ვარდენიო ხო და აკაკი ლექსი უძღვდა ვარდენო და აკაკის რისი აკაკი იქნებოდა რომ ამ ლექსი არ ეპასუხაო რა და ესე უპასუხაო რომ წერე ჩემო ვარდენ მტერს დაასვი ის არისო თუ მწერალი არ გამოხვალ წერას მაინც ისწავლიო ხო და ეხა ნახე რა გაკეთებული ამ კაცს რა კათოლიკოს პატრიარქ ამბროსი სხელაია სასამართლოზე სიტყვა მუშაკ მწერლებმა როგორც მაშინ ეწოდებოდათ ვარდენ ღვარკითელმა ითხოვა მისცეს ნებართვა იგი ესე იგი ტრიბუნის ნაცვლად განცალკევებით პატრიარქისკენ წავიდა მიუახლოვდა დაიჩოქა და მთელი ერის სახელით შენდობას თხოვა აი ესეთი იყო ეს ადამიანი ვარდენ ღვანკითელი რომელზეც აკაკიმ დაწერა ესეთი პატარა ესე ვთქვათ ლექსი წერე ჩემო ვარდენ და აქედან მოდის მთელი ეს ისტორია და ეს მითხრა მაშინ ეს პასტა რომ მაჩუკა ეკა მითხრა მაშინ ეგ ამბავი რა და არ ვიცოდი ხა ამის ისტორია და შევისწავლე ეს ამბავი რა